ხელჩართული ჩხუბი კასპში ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების აქტივი ერთმანეთს დაუპირისპირდა. ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ცემატყება მას შემდეგ გაჩაღდა, რაც ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა წევრმა პრეზიდენტობის კანდიდატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი კასპიდან. ხელჩართული ჩხუბი ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების წევრებს შორის დღეს კასპში მას შემდეგ გაჩაღდა, რაც ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა აქტივისტმა სალომე ზურაბიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მას მოღალატე უწოდა. იყოს სილაპარაკოს. შენი სახელი და გვარი მითხარ. მე ვთქვი, როგორც აი საზოგადოებას აინტერესებს შენი სახელი და გვარი მითხარ. ჯერით მე თქვენად გელაპარაკეთ, შენი სახელი და გვარი. ბოდიში თქვენი სახელი და გვარი მითხარ. კახა გოგესკირი მე. კახა გოგესკირი, იცოდეთ რომ არ არის კასპელი. შემდეგ შეხვედრაზე შეიძლება ნახოთ ეს ადამიანი თავის აზრის გამოსახატავად, მაგრამ იცოდეთ რომ დაიზღვიეთ თავი. ბატონო დეპუტატი, თქვენ ეს არ გალამაზებთ რა ბატონო დეპუტატი. სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებმა, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს სალომე ზურაბიშვილს ურჭერენ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნო კამპანიის დესტაბილიზაციაში დაადანაშაულეს. სამწუხაროდ ნაციონალური მოძრაობა კვლავ ცდილობს, რომ წარმოადგინოს და წარმოაჩინოს საპრეზიდენტო კამპანია როგორც დაძაბული კამპანია, მაშინ როდესაც განსაკუთრებით ქალბატონი სალომეს გზავნილი არის ის, რომ კამპანია უნდა წარიმართოს მშვიდ ვითარებაში, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე. ნახეთ რამხელა მხარდაჭერა აქვს ზოგადად სალომე ზურაბიშვილს და საქართველოში ის ილუზია, რომელიც იქმნება ეს ტალახი და ბინძური კამპანია, რომელსაც ატარებს რამოდენიმე პარტიული და ტელევიზია თუ მათი გენერალური დირექტორები, ფაქტიურად ყველგან ჩაფლავდა და ძალიან დიდი მუხტია ხალხში და მე დარწმუნებული ვარ, რომ სალომე პირველივე ტურში გაიმარჯვა. დაძაბული ვითარების მიუხედავად კასპის კულტურის ცენტრში შეკრებილ ამომრჩეველს პრეზიდენტობის კანდიდატმა საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო და აღნიშნა, რომ ის არამხოლოდ მისი მხარდამჭერების პრეზიდენტი, არამედ იმათი პრეზიდენტიც იქნება, ვინც მას უდიერი სიტყვებით იხსენიებს. სალომე ზურაბიშვილის საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებასაც შეეხო. საჭირო არის, რომ ის დავინახოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პრეზიდენტის როლი ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება რომ გაგრძელდეს, რომ ყოველდღიურად თუ ყოველ მეორე დღეს გატაცებული ადამიანები არიან და მხოლოდ ტკივილ-წივილი და განცხადებები ამას არ შველის. საჭირო არის ოფიციალური განცხადებები, მაგრამ საჭირო არის ქმედებები. ნახოთ რა იქნება მომავალი, იმედიანად უნდა შევხედოთ, რომ რაღაცა უკეთესობა იქნება. პესიმისტები არ უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, ოპტიმისტები. ღმერთმა ქნას, რომ უკეთესობა იყოს და გაამართლოს ჩვენი მოლოდინები. ჩვენთვის არავინ არ ზრუნავს. ყველა თავი ჯიბისთვის ზრუნავს და ფიქრობს, რომ კარგი ცხოვრება აიწყოს. ჩვენ რა? გლეხი ისევ გლეხად ვჩებით, არც პროდუქტი იყიდება, არაფერი არ იყიდება, ჩვენი რამე არ იყიდება და ვართ მშივრები. რა ვთქვა მეტი, რა უნდა ვთქვა? მომავალი გვიჩვენებს, როგორი პრეზიდენტი იქნება. კასპში გამართული შეხვედრით პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რომელსაც მხარს სამთავრობო პარტია უჭერს, შიდა ქართლში წინასაარჩევნო კამპანია დაასრულა.